მოგესალმებით მეგობრებო. დღეს მხდაწილად ბედნიერება, როგორც იქნა მოუხდი კონსულტაციაზე ქალბატონ ვალენტინა ბარბაკაძესთან და ძალიან ვთხოვე, ვიცი რომ არ შეიძლება, მაგრამ ცოტა რაღაცა რო ვთქვათ, ძალიან ბევრი ადამიანი არ იცის საერთოდ რას ნიშნავს ბედის მატრიცა, ან საერთოდ რატო უნდა გაკეთდეს. რა თქმა უნდა მე გადავწყვიტე დღეს ალბათ საოცრად მოვისმენ საკუთარ თავზე, მაგრამ აი ყველას ვუთხრათ საერთოდ რას ნიშნავს ეს და რატო უნდა მოვიდეს ადამიანი და გააკეთოს თავისი ბედის მატრიცა. Ну, პირველ რიგში მეც მადლობა, რომ მოხვედით ჩემთან სახლში. ბედის მატრიცა რატომ უნდა მე ჩემი ნება რო იყოს, საერთოდ ბავშვი რო დაიბადებოდა, ეგრევე გავუკეთებდი, იმიტომ რომ მე ჩემი შვილიშვილებს ეგრე გავუკეთებ. ყველას, იმიტომ რომ მან ჩვენ საერთოდ გვაქვს ყოველთვის დგება დრო, როცა ჩვენ ვიძახეთ. რატო ხდება ჩემს ცხოვრებაში ის? და რატომ არ ხდება ის, რაც მე მინდა? ხო? ანუ კითხვები გლობადება და რა თქმა უნდა, არსებობს ამაზე პასუხი. ეს ყველა პასუხი არის მატრიცაში, იმიტომ რომ სული როცა მოდის, რა თქმა უნდა, მაგაზე ვამბობ ყოველთვის ჩემს ვიდეოებში, ყველა იციან უკვე ვინც მე მიყურებს და რომ აქვს ამოცანა, თავისი ამოცანები და დედამიწაზე ჩვენ მოვდივართ სამუშაოდ, მაგრამ არ ვიცით ეგ ყველა, რა გონია რომ ეს ყველაფერი ისე არის რა. ჩვენ გვაქვს ჩვენი ნიჭი, ჩვენ მოვდივართ რაღაცა რესურსით, ჩვენ გვაქვს ჩვენი კარმა, ფულის, ანუ რა უნდა გავაკეთო მე იმისათვის რომ მე მქონდეს თქვათ კარგი შემოსავალი, ხო, რა არ უნდა გავაკეთო, ხო, დაუშვათ. აი, даже უბრალო მაგალითი არის, შეიძლება ორი აფთიაქი იდგეს და თქვათ არის მომგებიანი ხო ბიზნესი, მაგრამ ერთთან შეხვალ და იმაგას ენერგია, მეორესთან არაფერი. თუმცა შეიძლება ეს ფარმაცევტი იყოს და ეს უბრალოდ თქვათ, ну, სუმპლად ისეთი პროფესიონალი არ არის, ხო, რატომ? იმიტომ რომ მის მაგას აქ ეს რესურსი მისი ფულის კარმაც შეიძლება ისეთი იყოს, რომ მან უნდა დაეხმაროს ადამიანებს, თქვათ, ახლა წამლების მეშვეობით და ამისი არის საერთოდ ყვავილების, ხო, თქვათ, ბექს ენერგია, ყვავილები, თქვათ, შეიძლება სალონი რო გახსნას, ხო? უფრო მისთვის კარგი იქნებოდა, ვიდრე, თქვათ, გახსნას აფთიაქი, მაგრამ მაგან გახსნა აფთიაქი, იმიტომ რომ იცის რომ მომგებიანი არის, ხო? აი, მე უკვე უჩნდება კითხვა ადამიანს, რომ რატომ ვერ გავიგე, ახლა იმასთან მე ყველაფერი საუკეთესო მაქვს ნაყიდი, ყველაფერი საუკეთესო მაქვს მოტანილი, იმასთან დახლით გას რაღაცა და ის ყიდის რაღაც, მე არა. იმიტომ რომ ის არ არის მაგისი. ის არის მაგისი. დაუშვათ ახლა ურთიერთობას. ეს არის საერთოდ ყველას ისეთი საყვარელი კითხვა, რატომ მაქვს თქვა და ეს პრობლემები. იმიტომ რომ არის აგაც დანიშნულება სულს ქონდა, თქვა, ანუ აქ მოვიდება ჩვენ გამოცდილებისთვის, ხო? რაღაცა შეიძლება მე ვერ დავამუშავე წინა ცხოვრებაში, რაღაცა შეიძლება მე ვიყავი ან უხეში, ან შეიძლება ძალიან ისეთი მკაცრი, ან მოღალატე ვიყავი, ან თქვა, ну, რა ვიცი მე, სადისტი ვიღაცა რაღაცა, ხო? და მაგრამ აი ეს კონტრაქტი მაქვს თქვა ჩემ პარტნიორთან დადებული ძალიან მარტივად რო თქვა იმისათვის რომ ეხლა უნდა გამოვასწორო ხო მაგრამ ეს ყველაფერი გამოსასწორებადი არის აბსოლუტურად პლუს კიდე სული რომ მოდის რა თქმა უნდა არის კიდე ჩვენ ახლა მშობელს თვითონ სული ირჩევს დედასაც და მამასაც და საერთოდ როცა მოდის სული ხო დაგეგმილი ეს ყველაფერი ძალიან მარტივად რო აფხსნა არის დაგეგმილი ყველაფერი მაგრამ როცა იბადება ბავშვი იმას არაფერი არ ახსოვს აბსოლუტურად და პირველი ვინც არის ვინც ჩვენ ვაგებინებს თქვა რისთვის მოდის ეს მშობელი და ამიტომ ეს ბავშვური ტრავმები ფსიქოლოგიურად რო ვთქვა ხო აი ეს არის ამ დროს ეს მშობელი უბრალოდ ასრულებს მის მოვალეობას საერთოდ მისი მოვალეობა ერთადერთი უმთავრესი იყო რომ მოგცეს სიცოცხლე დანარჩენი არის უკვე მოლაპარაკება ასე რომ ვთქვათ მშობლების და შვილის შორის და მატრიცაში არის ბავშვთა მშობელთა კარმა სადაც ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ რისთვის მოვიდა შვილი შენთან ეს ზუსტად და მშობელიც რატომ ყავს ეგეთი რომელიც შენ თქვათ ახლა აირჩე რისთვის აირჩე რას გასწავლეს ეს ბავშვი რას გასწავლეს მშობელი ესაც არის იქ მატრიცაში შეგვიძლია დავინახოთ პლუს კიდე არის საგვარეულოს რა თქმა უნდა ხაზები ანუ საგვარეულოსაც ჩვენ ვირჩევთ იგივეც ახლა დედის მამის ну საერთო ამოცანებით რა იმიტომ რომ იმას აქვს თქვა შენი იმედი რაღაცა უნდა დაამუშაო შენ თქვა დაუშვათ ფული არ არის თქვა შენ უნდა გახდე პირველი თქვა შენ საგვარეულოში ვინც თქვა ბიზნეს შექმნის და გამოვა თქვა იმ მდგომარეობიდან აი თქვა უფულობის ხო სიტყვაზე ან დაუშვათ სიყვარულის ნაკლებობა არის შეიძლება დედა ბებია ბებიას ბებია ცხოვრობენ უსიყვარულოდ ну ძალიან აი შენ ხარ იმისათვის მოსული რომ ეს სიყვარული შემოიტანო შენ საგვარეულოში და რა თქმა უნდა ახლა ეს რო იცი უკვე მე ხვდები რატო როგორ უნდა მოიქცე თქვა იმ პარტნიორთან რა უნდა გავაკეთო რომ ეს ურთიერთობა გამოვასწორო პლუს კიდე არის ძალიან მნიშვნელოვანი არის პროგრამები და აი მაგალითად ახლა ჩემი შვილიშვილების შემიძლია თქვა ადვილად რო დაიბადნენ ბავშვები ხო გავაკეთე და ჩემ ერთ-ერთ პირველ ჩემ შვილიშვილს აქ პროგრამა ამას ქვია აი როგორ თქვა ქართულად დაღუპული ნიჭი ანუ არაგანვითარებული ნიჭი და ბავშვს ანუ ამოცანა აქ რომ რაღაცა თავისი ნიჭით ну მე პოლიციაში შევოს ასე რომ თქვა ხო ხშირ შემთხვევაში რა ხდება ну აი მაგალითად შეიძლება წინა ცხოვრებაში იყო თქვა ეს ბალერინა და თქვა მოხდა ომში მოეკვეთა ფეხი და ვერ განვითარა ხო ну არა ან ну რაღაცა კიდე თქვა მიზეზი იყო ამ ცხოვრებაში უკვე ბავშვი რომ მოდის ბავშვს აქ ახლა მე რო უყურებს ჩემს შვილიშვილს აი რაც ფეხზე დადგა
ისეთ ილეთებს აკეთებს, რომ აი აშკარად იყო ბალერინაზე ცხოვრებაში მართლა რა. და ან ძალიან ან გიმნასტკა, ან ნუ ვიღაცა ისეთი მოქნილია ძალიან რა. ხატვა იგი და ხატავს არაჩვეულებრივად, ჯერ ახლა 5 წელს ახლა 6 ხდება, 3 წელი ხატავს, პლუს კიდე ენებზე ძალიან დიდი მიდრიკილება. ანუ ესე იგი ნახე, შეიძლება მე ვარ ვიცოდი რომ ასე ეს პროგრამა აქვს, დაუშვით ეხლა დედამისი ფიქრობს და მამამისი რაზე რომ მოდი იქ მივიყვანოთ, იმიტომ რომ იციან რომ ბავშვს ეს პროგრამა აქვს და არ უნდა დავუშალოთ, პირიქით უნდა გამომიტაროთ ამას, რომ შეიძლება მე ანუ ხელოვანი ადამიანი არის და მაგრამ ხშირ შემთხვევაში ვისაც ეს პროგრამა აქვს, ისეთი მშობლები ხვდებიან, ვინც არ იცის, ეუბნებიან რა სისულელით ხარ დაკავებული, ნუ ვინ არ ხატავს, რომელი ბავშვი არ ხატავს. ცეკვაზე ხო სულ ყველა დადეს, ხო? მუსიკა ხო სულ ყველა, მაგრამ ეს ასე გონია რომ სულ ყველა, ხო? და მიდი ჯობია აერჩი ისეთი პროფესია სადაც შენ დაუშვათ ახლა ბუღალტერი. აი ეს ძალიან ეს არის აი ყველაზე ეგეთ ვისაც აქვს პროგრამა, ვინც უკვე დიდები მოდიან, იმედა ბუღალტერები არიან რა. ნუ ადვილებს ცხოვრებას ყველას, როცა წინასწარ იცი, ჩვენ სასაკში ეგრე იყო უმეტესობა ადამიანს, მეც მათ შორის, მშობელმა როგორც გადაწყვეტა სად უნდა მესწავლა, ის დავამთავრე და ისე გამოდის შემდეგ, რომ საერთოდ ვერ ვითარდებით იმ პროფესიაში, რაც დავასრულეთ. კი ბატონო, იმიტომ რომ შენ არ იცი, დაუშვათ როცა არ იცი, ეხლა მე მაგალითად მქონდა ესეთი მაგალითი, გოგო მოვიდა ჩემთან და გინდა თუ არა პოლიტექნიკოში უნდა ჩააბაროს ჩემმა ბიჭმა. და ამას აინტერესებს ფსიქოლოგია, რომ გავშალე მაგისი მატრიცა, მე ვთხარი აუცილებლად უნდა წავიდე ფსიქოლოგიაში, იმიტომ რომ ადამიანი ხო გრძნობს. კიდე ერთი მქონდა ესეთი სიტუაცია, უკვე ზრდას, 40 წელს გოგო იყო, მოვიდა ჩემთან, მაგას ჰქონდა თავისი ისე აუდიტ კომპანია რა. და წარმატებული ლითვიდან, ლათვიდან რა მნიშვნელობა და ეს გოგო მეუბნება, რომ აი, ნუ რაღაც ვერ პოულობს ჩემთან, რომ იქ ხო არის კიდე მატრიცა პირადი დანიშნულება გაქვს, შენი სულიერი დანიშნულება, სოციალური დანიშნულება, ხო? ეს რაც ყველას აინტერესებს, შენ რა თქმა უნდა სული მოდის პირველ რიგში თავის პირადი დანიშნულება შეასრულოს. მე რო გადავხედე მაგის მატრიცას, მე ვთხარი, ნუ ჯერ არ ვიცოდი ვინ იყო. უბრალოდ მე ვკითხე, რომ თქვენ ხელოვნებასთან თუ გაქვთ რამე საქმე. გაჩვენდა და მე ვთქვა ვინ ახართ თქვენ, რითი ხართ, ნიჭად იშვიათად ვეკითხე, მაგრამ რო უყურებ მეთქე, ნუ ამ ის მატრიცას რო აუეჭელი უნდა იყოს დიზაინერი, იმენა თანსაცმელი ან რა ვიცი, რაღაც თქვა ლანდშაფტ დიზაინერი, ნუ რაღაც დიზაინერი უნდა, შემქმნელი უნდა იყოს, აი რაღაცის, ხო და ასე ვარო მე ისე რა ქვია, ბუღალტერი და მე ვთხარი შენ უნდა იყო მაშინ იუდაშკინე რაც ეს რუსი ვინც არის, მე ვთხარი შენ მე ვთხარი შენი მატრიცას რო შეხედოს იუდაშკინე მე ვთქვა მოკვდება ტირილით, მე ვთხარი შენ უნდა იყო შემქმნელი თანსაცმელი და ეს გოგო დაიწყო ამ გოგომ ტირილი და მიგზავნის რა ქვია კოლექციას. ესკიზებს ხო? მთელი კოლექცია ქონდა ამ გოგოს უკვე ესკიზების ხო, რომ აი ეს მაქვს შექმნილი მე და მეშინია. არ ვიცი, იცი რა მეშინია, რომ ეს ჩემია თუ არა. ანუ ჩვენ რას ვფიქრობთ, ეს პირადი დანიშნულება ფული? არა, ეგრე არ არის. მე ყოველთვის ვიზახა შენ თუ გინდა ფული ქონდეს, უნდა ქონდეს შენი საქმე, რომელიც შენ გიყვარს. ანუ ბედის მატრიცა აუცილებელია ყველა ადამიანისთვის, რომ უკეთ გაიცნოს საკუთარი თავი, რადგან ჩვენ ცხოვრებაში არაფერი ტყუილად არ ხდება, არც ერთი დღე, არც ერთი წამი და ტყუილად დავხარჯოთ რაღაცეებში დრო. არის მაგალითად საერთოდ ადამიანს ეზარება სამსახურში წასვლა, ან ყოველდღიურობაში ერთი და იგივე გონია და ნამდვილად როცა იცი რაში ხარ ძლიერი, უკვე გიხარია და არც თუ იმას სამსახურად, ხო? ზუსტად ეს არის. ხარ წარმატებული და სიამოვნებთ სამსახურში წასვლას და არ ფიქრობ, როდის დაიწყება ეს შენობა. კი, აბსოლუტურად ეს არის და ფულით გექნება, ჯანმრთელობაც გექნება, სიხარული და ბედნიერება და ყველაფერი კარგად. ეხლა მე მაინტერესებს თქვენ ამბობთ, რომ მე არა ვარ მკითხავი, მე ვარ წამკითხველი. კი. და ასე გიცნობენ თქვენთან მოსული ადამიანები, ჩემს უკანაც მე ვის რეკომენდაციითაც მოვედი, ძალიან გაქებენ და მინდა მოკლედ ვთქვათ, ან რა განსხვავდება ამ და რა არის შენთვის მაგალითად მიუღებელი შენს კონსულტაციაზე, როცა მოდიან. პირველ რიგში მე ვიტყვი, რომ ტაროლოგია ხო ახალი, ასე თქვათ, ახლა სახელი ადრე ვიკითხავები იყვნენ ყველა. მაგრამ სხვაობა არის დიდი რა. ტაროლოგი პირველ რიგში, ნუ მოდი იცით როგორ ვთქვათ, მე ყველაზე არ ვიტყვი, მე ვიტყვი ჩემზე და ეს აკადემიაც რო შევქმნი, რატომ? საერთოდ ტარო არის ესეთი ძლიერი ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია ფსიქოლოგს, მე ფსიქოლოგი ვარ, საერთოდ ეხლა უკვე კარმული ფსიქოლოგი, იმიტომ რომ მე მაინტერესებს, მიყვარს აი ეს ეზოტერიკასთან ერთად და პირად დანიშნულებაშიც ეს მაქვს ზუსტად, რომ უნდა მქონდეს ეს ხო თქვენ გაქვთ ერთი პროგრამა ეგეთი, მე მოგიყვებით აუცილებლად, როცა ადამიანს აქვს ეს, იმიტომ აქვს ეგეთი მიდგომა, რომ მკითხავე, გეუბნება, ასე იქნება, ისე იქნება, აი ასე უნდა გააკეთო შენ, უნდა გააკეთო, თორე აი და გაშორდები. ან ასე გააკეთე, თორე რა ვიცი, ფული არ გიქნება. არა. ტაროლოგს აქვს სხვა თემა, ჩვენ ვაძლევთ არჩევანს. ჯერ პირველ რიგში, ნახე, როცა შენ ფსიქოლოგიაც იცი, ხო? მაშინ შენ უკვე შეგიძლია ტარო დაეხმარო, როგორც ინსტრუმენტი, რომ ტარო არის პირველი სადაც ფსიქოლოგიის ინსტრუმენტი, ხო? იქ არის სულ ყველა ჩვენი ენერგიები და სულ ყველა მოვლენები, რაც კი შეიძლება და ვაფშე საერთოდ ვინმე ადამიანს დაემართოს, ხო, ცხოვრებაში. შენ თუ იცი მისი წაკითხვა, თან იმენა წაკითხვა ღრმად,
ხო? მაგ შემთხვევაში შენ ნებისმიერი სიტუაცია შეგიძლია დაალაგო 2 წუთში. და ადამიანს უკვე რან სიზუსტე ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც მე ვასწავლე ჩემ მოსწავლეებს, იმენ სიზუსტე, იმიტომ რომ ის სისტემა, რა სისტემითაც მე ვასწავლე, არის ძერ პირველ რიგში თერაპევტიული, იმიტომ რომ ადამიანი გადის თვითონ ბევრ ტრანსფორმაციებს, ძალიან ყველაფერს აბსოლუტურად მის ახალგაზრდა ვრდავდება, იმიტომ რომ ენერგიასთან მუშაობა არის. და აი ზუსტად ეს სხვაობა არის იმაში, რომ ტაროლოგი გაძლევს შენ არჩევანს, გაძლევს შენ გაჩვენებს შენ გზას და ამაგას შეუძლია მოგცეს შენ პროფესიონალური რჩევაც, იმიტომ რომ ტაროდან შეგიძლია ამოიკითხო ნებისმიერი აბსოლუტურად კითხვა რა თუ რა გიგავდა. მე რომ მუშაობ კიდე, იმიტომ მუშაობ მატრიცასთან ერთად, იმიტომ რომ როცა უკვე უშუალოდ ადამიანს ვუკეთებ თქვათ, ნუ მატრიცას რო გავხსნი, ეგრევე ვხედავ საერთოდ რა ადამიანი შეიძლება გქონდეს, ხო? მაგრამ მე ტაროს ვიყენებ, რომ აი უშუალოდ დაუშვი თქვათ შენ პარტნიორთან მოდი თქვათ გავარჩიოთ, ხო? შეიძლება შენ ახლა ამ წუთში ამ შენ პარტნიორთან რა ხდება? ამ წუთში შენ სამსახურთან რატო გაქვს ეს სიტუაცია? ამ წუთში შენ ფინანსებთან რატო გაქვს ეს სიტუაცია? ტარო ეგრევე გვაჩვენებს, პლუს კიდე მატრიცა ერთად, ეს არის ბომბი რა. ესე იგი შენ მოდიხარ კითხვებით და მიდიხარ პასუხებით. ეხლა გამეღიმა რაღაც გავიფიქრე, მაგალითად თუ ყოფილა შემთხვევა, რომ ადამიანს ანუ ჩვენი ბედის მატრიცისთვის აუცილებელია, თქვენ უნდა იცოდეთ დაბადების თარიღი და ასე შემდეგ. და მე უკვე თქვენ ადგენთ ამ მატრიცას. თუ ყოფილა შემთხვევა, რომ ესე მოუწერიათ და ისეთი რომ ჩაიხედეთ, საერთოდ აღარ მიგიღიათ ეს ადამიანი, ხო შეიძლება რომ ხედავდე როგორი სულის ადამიანია და საერთოდ უარი გითქვამ. უარი არ მithქვას, მაგრამ კონსულტაციის დროს მე ხვდები დონეს ადამიანის, ნახე. ჩემთან ყოფილა, რომ თქვა მე ვხედავ მატრიცაში აქ ადამიანს ისეთი ენერგიები, რომ ადამიანს უნდა ქონდეს ერთი 5 უმაღლესი ალბათ რა. და ნუ ძალიან ისეთია, მაგრამ რო ველაპარაკები, ვგრძნობ, რომ ეს არ აინტერესებს, საერთოდ არაფერი არ აინტერესებს, დახურულია. ამიტომ ზოგი მოდის მე გამირჩევია მატრიცები, აი ადამიანი რა შეცდომებით მოვიდა, რო გესაუბრია, რო ვეუბნები, რომ აი ეს სიტუაცია, კი, ყველაფერი იყო ჩემ ცხოვრებაში, აი აბსოლუტურად ყველაფერი და მინუსია ყველაფერი, იგივე საკეთებს რა, აბსოლუტურად იგივე საკეთებს, კი. და მე უკვე რო ვხედავ, რომ ეხლა ამ ადამიანს მე რაც არ უნდა დაუღეჭო, რაც არ უნდა აუხსნა, ნუ ვერ მიხვდება და იმას აინტერესებს და ამერიკას თუ არ ამერიკას ეს ჩემი კაცი და აი რატო არ ორეკავს ხო ხტები რა აი ეს არ აინტერესებს უკვე რა აი რა ან ის არის ცუდი ეს საზღარი და ვხედავ რომ ამას აქვს მატრიცაში და რატომ ღალატობს ეს საზღარი იმიტომ რომ შენ გაქვს მე ვხედავ მატრიცაში რომ გაქვს შენ სულს აქ ნაღალატები და იმიტომაც შენ ეხლა ესეთი პარტნიორი შეხვდა რომ აუცილებლად გექნებოდა ცხოვრებაში ან სამკუთხედში შემოხდებოდა ან გიღალატებდა ან შეიძლება შენ უღალატებდი კი ბატონო ხო მაგრამ თუ ვხედავ რომ მე ხა ამას ბევრიც რომ აუხსნა ის მაინც ზის და თქვა ну, ხა უკვე ვეღარ გავაგდებ ახლა კონსულტაციიდან, ხო? მე ენერგიებს გრძნობ, აი მაგალითად ხო არის რომ ადამიანი ბოღმიანია, შურიანი, რაღაცნაირი და შენ უკვე გამძიმებს. რა თქმა უნდა, გრძნობ, მაგრამ ნახე, ტაროლოგს ჩვენ როგორ ვართ, იცი, არა მაქვს მე მაგის ეთი კარშობს ტაროლოგის. იმიტომ რომ მე არა მაქვს იმისი უფლება რომ შენ განიკითხო. შენ მოდიხარ ჩემთან. ნახე, შენი სული მოვიდა ჩემ სულთან, შენმა სულმა აირჩია ჩემი სული, ხო? და ესე იგი რაღაცა მე მაქვს, რაღაცა ინფორმაცია, იცის მე შემიძლია მოგცენ ნუგელში. შეიძლება ეხლა ზოგი მოვა და მე მაგას ესე მაღალი ფარგლოვანი თემებით ვილაპარაკო და 2 საათი ვიჯდებით და ვისაუბრებით და კიდე და კიდე ადამიანს აინტერესებს და რაღაცა. შეიძლება ადამიანი მოვა, ნუ საერთოდ ხო გითხარი აინტერესებს და ამერიკას თუ არ და ამერიკას. всё მორჩა. აი მაგალითად რამდენი წელია ხართ ამ სფეროში და მაშინ რო იწყებდით და იყავით კმაყოფილი თქვენი თავით და თქვენი საქმიანობით დღევანდელი ვალენტინა გადახედავს იმ პირველ ნაბიჯებს დიდწყობას დაინახავს უფრო განვითარებულია თუ აი რას ეთყობი საკუთარ თავს ეხლა ნახე მე რომ მოვედი ეზოტერიკაში მე უკვე საკმაოდ დიდი მქონდა ბაგაჟი რა რო იტყვი ძალიან დიდი იმიტომ რომ მე მქონდა ჯერ 7 წელიწადი მე დავდიოდი მხოლოდ უცხოეთში სემინარებზე ყოველ თვე ანუ საკმაოდ საზღვარგარეთ სხვადასხვა ქვეყანაში და იქ სწავლობდი ძალიან ისეთ უძლიერეს ადამიანებს კიდე ბიზნეს ადამიანებს რომელიც ნულიდან მიაღწიეს დიდ რაღაცებზე და პლუს კიდე ბიზნეს ურთიერთობები საერთოდ ურთიერთობები ოჯახში ანუ მე მქონდა ძალიან დიდი გამოცდილება უბრალოდ მე მინდოდა რომ მე ხო ვიყავი სკოლის დირექტორი მე ვიყავი კოლეჯის დირექტორის მოადგილე და უკვე როგორც მასწავლებელი ვეღარ ვეტეოდე რა იმაში ახლა ბავშვებს ახლა ნამდვილად ის ჩემი წონა არ ჭირდებოდა უფრო დიდ ადამიანებს მაგრამ სულ ფიქრობდი რომ აი რა გავაკეთო ისეთი რომ მე დაუშვათ გავიდი ხალხთან და რა ვუთხრა აი თითქოს ინსტრუმენტს ვეძებდი და აი ეს ინსტრუმენტი მოვიდა ჩემთან ტარო და უკვე მე მატრიცა ეგრევე პარალელურად მოვიდნენ და ანუ ეს ჩემი ცოდნა რომელიც იმ დონეზე მქონდა უკვე წიგნებით და სულ მართლა ცუდად ხდებოდა უკვე და ეს როგორ არის იცი რომ აი შენ რო ასხავ ხო გადმოვა ჭირდება და აი ეს ამიტომ მე უცბად გავედი მე даже ტაროს აი ესეთი საუკეთესო მოსწავლე ვიყავი ჩემი აკადემიაში დღემდე ჩემ მასწავლებელს პირველ იმაში საიტზე ვუდეს ჩემი კომენტარი და ჩემი სურათი და
და ჩემთანაც მოდიან ძალიან ბევრი იქიდან რა ჩემთან, იმიტომ რომ როგორც და უფლებაც მე მომწეს, რომ ვასწავლო მე იმ აკადემიის და გადავწე. კი, უეჭველე. ტრენინგებზეც მოდიოდნენ ჩემთან და ასე შემდეგ. ანუ ამით რა მინდა თქვა, რომ მე მქონდა უკვე ძალიან დიდი ცოდნა, რომელიც მე რუსეთში მაშინ მუშაობდი რუსულენოვანებთან და ეს გავეცი. აი ეს ცოდნა და არ გამიჭირდა, იმიტომ რომ უკვე ხალხი რომ მოდიოდა, მე უკვე ვიცოდე ეს კარმული ურთიერთობა რა არის, ვიცოდე რას ნიშნავს ეს უკვე ტყუპების ალების ურთიერთობა, მონათესავის სულების, ვინ არის ეს ტრანზიტული პარტნიორი და აი ძალიან დიდი ცოდნა მქონდა და აი ამ დაროს მეშვეობით და მატრიცის მეშვეობით გავედი და დავიწყე დახმარება. და დღეს უბრალოდ ჩემი ცვლილება რაში არის, რომ მე ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა ხოლმე სურვილების, ასრულების თემა. და მაგით ვიყავი და გავიგე ესე ყოველ როგორიც აი პროსტა მე თვითონ ახლა რაღაცები მისრულდებოდა, მაგრამ მე ჩავუღრმავდი ძალიან ამ თემას და დავიწყე უკვე კიდე რა მოხდა ჩემი საქართველოში გადმოსვლაც იყო ძალიან საინტერესო მომენტი. რო გადმოვედი, მე ასე ვხუმრობ ხოლმე, თუმცა ეს ხუმრობა არ არის, ეს ასეა. ადამიანები ვინც ვართ ასე დამხმარე პროფესიების, რა თქმა უნდა, იქ ანაწილებენ ვინც სად უნდა წავიდეს. და ეს უკვე მე რა თქმა უნდა გავარკვიე, მეც ახლა ხო დავდერ სპეციალისტმა, მაგრამ მე დავდერ ძალიან მაღალი დონის სპეციალისტთან, შეიძლება არ იყოს ისე ცნობილი და მაგაზე არ ყვიროდეს არაფერი, მაგრამ არიან ძალიან ცნობილი ისეთი ადამიანები, ვისაც რიგით დგას, მაგრამ არ ჩანან საერთოდ. და მაგათგან რა თქმა უნდა მაინტერესებდა მეც ახლა საიდან რა და მითხრეს რომ შენ ამოცანა იმაში არის, რომ შენ ხო ისწავლე, სადაც დაიბადე, ხო? მაგრამ შენ უნდა წაკვიდეს შენ საგვარეულოს მიწაზე. და მამა ხო ქართველი მყავდა და ანუ დედის მხარე რუსეთში იქიდან ამოვიღე ეს ცოდნა და გადმოვედი მამაჩემის მხარეს, ხო? და უკვე აქ მომიწიე და საინტერესო იყო რომ რუსულად ძალიან ბევრი მეხვეწებოდა რომ გვასწავლეთ, არავის არ ვასწავლეთ არაფერს, ტრენინგი გქონდა რაღაცები, მაგრამ და ისე მომიწიე რომ საქართველოში ჩემი ქართულით და არა ჩემი რუსულით კლასიკური და აკადემიური რუსულით ვერ ფენი და აი ქართულად მომიწია გადმოცემა ყველა აბსოლუტურად ჩემი იმ დაგროვილი ცოდნით. ამიტომ მე არ გამიჭირდა უბრალოდ მე უფრო და უფრო და იცი რა იმ დროისთვის ბევრი რაღაცები გარჩეული მქონდა და უბრალოდ მინდოდა გამეცა. აი მე ვიცი რომ უკვე მესამე წელია საკუთარი სასწავლო სტუდია გაქვს და ძალიან წარმატებული გოგონების ყავს რომ არიან როგორც თავისთვის სწავლობენ უბრალოდ თავის ყოველდღიურობისთვის და ასევე შემდეგ მუშაობენ საკუთარ თავად შენ ყოველდღიურობაში რამდენად იყენებ საკუთარი თავისთვის ტაროს გაშლას? მე ნახე როგორ არის საერთოდ დრო გაქვს შენთვის? დრო არა მაქვს, მაგრამ ნახე მე ახლა უკვე სუსხან მე ჩემ თავთან როგორ სუსხანაერად მუშაობ. ჯერ ეს საჯარო გაშლას რო ვაკეთებ და თუ რამე მაინტერესებს, იქაც ვეკითხები ახლა რა თქმა უნდა თუ რაღაცა თემა მოვა, იმიტომ რომ ეს როგორ მუშაობს, საერთოდ მოდის, ველი როგორ მუშაობს რა, ყოველთვის მე რატო ვეგნე შემოსწავლეს, რომ მე რო აკადემიაში შევქმენი, ყველა მეუბნებოდა რა კონკურენტებს ზრდი, რა გინდა. მე ვთქარი არავითარ შემთხვევაში მე კონკურენტებს არ ზრდი. მე ვაწყობდი რომ ბოლომდე არასწავლი ხეზე ასვლას. არა, მე ვაძლევ, აი მე როგორ ვარ, იცი, აი მე ბოლომდე თუ რამე ვიცი, ვაძლევ, რატო გეტყვი? იმიტომ რომ ნახე, ყველას აბარია მე ვიცი კარგად ეზოტერიკა უბრალოდ და კარგად ვიცი როგორ კანონები, კარგული ვიცი როგორ ამუშავებს და სამყარო როგორ მუშაობს და მე ვიცი რომ ყველას აბარია თავისი რაოდენობა ადამიანების ასე ვთქვა და ჩემთან არასოდეს არ მოვა ის ადამიანი, ვინც მიდის ჩემს მოსწავლესთან. ეს ასე მოშობა ჩემი მოსწავლეთან ჩემთან მოვიდეს, თქვა დამატებით რაღაცა თუ უნდა, მაგრამ არა, ეგრე მუშაობს, ეს უბრალოდ ძალიან ისეთი ღრმა თემა. ხო და ამიტომ მე ნამდვილად ნახე, მე მინდა რომ საქართველოში რატო არ მუშაობდი საქართველოში. და მომიწია რომ თქვა რომ მე ვიზახო მაიძულეს მაღალმა ძალებმა, იმიტომ რომ როცა რუსულ YouTube-ზე რო გავდიოდი, ერთი გოგო მე მოვიდა ძალიან ბევრი მოდიოდნენ ჩემთან YouTube-დან და გოგოები და ისე და სპეციალურად ბათუმში რო ცხოვრობდი, სხვა თვე ძალიან ბევრი ჩამოსულები იყვნენ სხვადასხვა ქვეყნიდან გოგოები, პროსტა ჩემთან რო შეხვედრა უნდათ. და მოხდა ის მომენტი, რომ ერთი გოგო იყო თბილისელი და მაგან მე ასე მითხრა, იცი რა არის, შენ ესეთ თემებზე მუშაობ, რომ საქართველოში ვერ გაგიგებენ. იმიტომ რომ საქართველოში ან ყველა არის რელიგიაში, ან შავ მაგიაში. მე ეხლა ღმერთის მწამს კი არა, ძალიანაც მწამს, მე რაზე ლაპარაკი, ნაკლია წვა რამდენიმე ბავშვს და ეს რა არც განიხილება, მაგრამ შავი მაგია ჩემი თემა არ არის. არავითარ შემთხვევაში და საერთოდ აი დაჟე სიტყვას რომ წერენ თქვა და რიტუალს აკეთებ, ეგრევე ბლოკავენ ადამიანს. მე ესეთთან არ ვმუშაობ, მაგრამ არ გამოვდიოდი. მეთქი ვიფიქრე რომ ეხლა არა. მე ვფიქრობ, ასეთ ადამიანებს უბრუნდებათ ეს ცუდი რაღაცები, ვინც ასეთ რაღაცას. ნახე როგორ არის საერთოდ ეს ადამიანები წინც მოდიან, მაგათ აქ ნახე სიყვარულის ნაკლებობა. რატო? შეიძლება ეს ადამიანი წინა ცხოვრებაშიც იყო დაკავებული ამ სიტუაციებით რა. ამ სიტუაციაში რომ მოდის უკვე ნახე რას ნიშნავს ეს ჯატოები. სიყვარული არის ენერგია.
როცა შენ გინდა რომ თქვა, რომ იცან მოდი ჯადუ გავუკეთოთ, ხო? ეს რას ნიშნავს? ესე იგი, შენ იღებ იმ ადამიანის ენერგიას, ეს ვიცი თეორია, მაგრამ ვიცი შედეგი პროსტა რა. ანუ იღებ შენ იმ ადამიანის ენერგიას, შენ ენერგიას იღებენ, აძლევენ იმ ადამიანს, ვინც თქვა, ეხლა გინდა რომ შეუყვარდე, თქვა, უფრო მეტად, ხო? შენ თვითონ ხო რომ მოდიხარ ადამიანი, შენ გაქვს შენი სიყვარულის რესურსი. და ეხლა ნახევარი აქედან რო ეხლა რომ გადავაქციო, ხო, ეხლა მარტო ეს მრჩება და თქვა ძალიან წყურია, ხარ, იცი რა, არ მეყოფა, ხო, რომ დაუშვეთ ეხლა მე ჩემი წყურვილი თქვა დავაკმაყოფილო, ხო? ამიტომ რა ნაცია მომეცე შენი ჭიქა რა დამალევინე. გამიგე? მაგრამ ისე ხო არ მოვა. რაღაცა უნდა გავაკეთო, კარგი გოგო უნდა ვიყო, ვამინათ თუ შეიძლება. აი შენ ხო არ გინდა, ანუ ვიწყებ კარგი გოგოს როლს, რომ შენ მომცე მე ეს წყალი. აი ეს არის, რომ მე ადამიანი როცა თვითონ გრძნობს, სულ მე ხდება აი დამოკიდებული. მიხვდე რა ხდება? ანუ და აი ეს არის, რომ თვითონ მაგ ადამიანს, ანუ არ აქვს იმისი თავისი თავი არ უყვარს, აი აქედან არის ეს სკვერპლები, აქედან არის დამოკიდებული პარტნიორზე, ამიკიდან არის ცემატყება პარტნიორზე და ოღონდაც ეხლა, იმიტომ რომ იმან ერთხელ ხო უთხრა რომ მიყვარ ხარ. აი ხა მე რო ეს არ ამიტანო მე სხვა მე არ შემიყვარებს ის ხო მაინც ზოგჯერ ხო მეუბნება მიყვარ ხარ მიხვდე იმიტომ რომ იმას არ აქვს თავის არანაირი ეს ენერგია არ წმენა არ აქვს მიხვდე ანუ იმასაც ვერ ხდება თუ რომ გაიაზროს რომ თუ ადამიანს არ უყვარვარ და რაღაცას უკეთებ იმას რეალურად ისე არ უყვარვარ კი ბატონო მაგრამ ნახე ეს როგორ მუშაობს და ნახე რომ უკეთებენ ხო იძახენ ხა შეიძლება ვიღაცა იტყვის რომ ოი რას ლაპარაკობ ხა გამიკეთებია და ისე არის ჩემთან კი არის მე ერთი ვიცი ერთი მაგალითად რომ გამახსენდა ასე გაუკეთეს და ანუ ესე იგი ეს ბიჭი გემზე როცა იყო გიждდებოდა ამ გოგოზე ჭკუა ეკეთებოდა რა ანუ იმენა ცუდად იყო რო დაბრუნდებოდა ეჯავრებოდა და ცემდა და მე როგორ ან გაურბოდა ორი გემზე ვინც არის ყველას ენატრება ეგაც კი ეგაც კი ხო მაგრამ ნუ მე რას ვიძახი იცი რომ ეს მასე მუშაობს მართლა ეგრე მუშაობს გამიგე რომ ის მე უცბად თქვა რაღაცა და მე უკვე ჩლუნდება ეს კაცი ფულს კარგავს როგორც კაცი არ ვარგა გამიგე ყველანაირად ყველაფერი ამ კაცი არაფერს არ ვარგა ეს ადამიანი მე ვერ მოიშორებ გამიგე აი ეს არის რა და ამიტომ არის ეს საერთოდ და პლუს კიდე შენ ისეთ ცოდვას იღებ ხო ეგე შენ მე აბა რა შენ რა იცი შენი შვილი რომ მოვა და მაგას აი რო არის თქვა ხა აი სიტყვაზე ხო იზახენ რომ აი ბებიასთან ბაბუასთან რა ვიცი ბებიასაც აი ეგეთი რაღაცები ქონდა რატო ვთქვი წეხან რომ ანუ შენ თუ გაგდავშ ნექს ენერგია შენ უნდა საგვარეულოს ხაზზე დაუშვათ ესე იგი შენ უნდა გამოასწორო როგორ უნდა შეავსო სიყვარული მაგრამ შენ თვითონ უნდა მოიპოვო შენი თავის სიყვარული და არა მაგიები და რაღაცები და მე ყველა ადამიანს უნდა ქონდეს საკუთარი თავის დაჭერება და სიყვარული კი მაგრამ ნუ არა აქვს ყველას გამიგე არა აქვს საერთოდ როგორი გრძნობაა მაგალითად აი მეორე მესამე რომ მოდიან ადამიანი და ხედავ რომ ბედნიერია და შენ რაღაც ყველი მიგიწვის და დაეხმარე ამ სურვილის ასრულებაში ეს არის ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება და ყველა იცის რომ ყველა ჩემი დილა იწყება რითელ იმით რომ მე ვკითხულობ კომენტარებს YouTube-ზე მე ვკითხულობ TikTok-ზე მე ვკითხულობ Twitter-ზე მე იქა სადაც არის ჩემი ვიდეო და ისეთი შევსებული ვარ რაღაცა ისეთი მადრიანებით კი ვისწებია და უფრო მეტი მინდა გავუკეთე და როცა ადამიანები მწერენ კომენტარებში რომ მარტო შენი ვიდეოთი ხა 4 წელიწადი გიყურებ და აი ასე გამოსწორდე ჩემი პირადი გამოსწორდე ჩემი ფინანსები ვიპოვე ჩემი თავი მე უკვე დღეს ეხა ამ წუთში ამ პერიოდში ჩვენ ვეწერთ ვებინარებს ჩემთან ტრენინგი ხო ქალის ძალაზე რა და გოგოები რომ მოვიდნენ ვინც მარტო YouTube-ზე იყვნენ და უკვე ბევრი წერენ ისეთ საინტერესო კომენტარებს წერენ რომ აი ესე გამოსწორდე ეხა მინდა აი შეგეხო მინდა უკვე შენი ენერგია ავიღო რომ უფრო მეტად კარგად ეს არის სასწაული ეს არის ბედნიერება უდიდესი ბედნიერება როცა შენ აი ასე ეხმარები ადამიანებს მე არ შემიძლია რომ ვნიშნო რომ მაგ ყველაფრის გარეშეც დღეს პირველად ვარ რომ თქვენთან დენა დადებითი აურა მოდის რომ უკვე ისედაც განვიკურნე მქონე და ეს რა ქვია აი დღეს პირველად მხედავ და ჩემი მონაცემები გაქვს მე მაგალითად აქ საერთოდ ვერ ხვდები ვერაფერს რაც არის დახაზული და ვიცი რომ არ შეიძლება ისეთი პირადული რაღაცების გაჟღერება მაგრამ აი ნაწილობრივ რისი გაჟღერებაც დასაშვებია შენთვის ის რომ მითხრა ჩემზე დანარჩენს რა თქმა უნდა მეც არ მინდა რომ ყველაფერი იცოდეს ნუ პირველ რიგში ახლა მე რა დავინახე აქ მეოთხე ენერგიები რომელიც გაქვს საგვარეულოს ხაზზე და რომელიც გაქვს პირად ძალაზე იმ წუთში გეტყობოდა რომ შემოხვედი ანუ იმენა შემოხვედი იმპერატორი შემოვიდა სერიოზული თავდაჯერებული გოგო ანუ ესე ხიხახა არაფერი არ არის იმის მიუხედავად რომ 19 ენერგია გაქვს ბავშვური ენერგია ხო მაგრამ მე ვიცი სად უნდა გავიღე მე ვიცი სად რა უნდა თქვა მე ვიცი როგორ უნდა მოვიქცე ეს არის იმპერატორის ენერგია მაგრამ ეს საქმისთვის არის ძალიან მაგარი იმიტომ რომ ესეთ
ესეთი ადამიანები, აი პირად ძალაზე როცა გაქვს, ეს ყოველთვის ადამიანი პროფესიონალი. აი რაც არ უნდა გააკეთოს, რასაც არ უნდა მოკიდოს ხელი, ეს ადამიანი არ გააკეთებს ლიჟვი გავაკეთო. არა, პროფესიონალიზმს აფასებს ყველაფერში. აი შენთან დამლაგებელიც რომ მოვიდეს სახში, ხო? შენ მაგისაც მოითხოვ. ანუ აი არ არსებობს თქვა, აი ვინც რა უნდა გააკეთოს, ყველას აი სანტექნიკეც რომ მოვიცავთ, ვი არა აქვს ნიშნავს, დვორნიკე, ვინ რა. ყველას მოითხოვ პროფესიონალიზმს, რომ ვერ აიტან მაგას. პლუს კიდე ეს არის ძალიან კარგი ორგანიზატორი, ადამიანი, რომელსაც შეუძლია შექმნას თავისი იმპერია, მართვა შეუძლია, რომ თქვა, ქონდეს თავისი იმპერიას, რა თქმა უნდა, უბრალოდ ურთიერთობაში შეიძლება ნახეთ თუ გეშლება სიტყვაზე ეს იგივე ენერგიებით გადადეხარ შენ ურთიერთობაში, გაგიჭირდება, იმიტომ რომ აქ უკვე უნდა იყოს, უნდა გადახვიდე მესამე ენერგიაში, დედოფლის იმპერატრიცას ენერგიაში. აი აქ შეიძლება დასამუშავებელი გქონდეს. მე-19 ენერგია რესურსზე გაქვს, ანუ ეს არის მზე ადამიანი, სადაც შენ შედიხარ ეგრევე ნათელი, სინათლე რა, ყველამ დაინახა რომ შემოვიდა ნათია. ეს არის ყოველთვის ფულის ენერგია. ანუ ასეთ ადამიანებს აი ყოველთვის სადღაც სადმე ფული ექნება. პლუს კიდე რა თქმა უნდა ეს წარმატებული ადამიანები ყოველთვის იზიდავენ ყურადღებას. მე-5 ენერგია გაქვს ნიჩზე. შეგიძლია ძალიან რთული რაღაცა თქვათ მასალა გასცე ადამიანებს ადვილი ენით. ანუ ისე ხო რომ აი დაუშვი ძალიან რთული თემა, მაგრამ ისე ადვილად აუხსნი რომ აი სულ ადამიანი თემაში არ იყოს, შენთან გაიგებს ახლა მართლაც. მაინტერესებს აი მაგალითად ჩემი პროფესიის მიხედვით როგორი სად უნდა ვიყო მაგალითად, რას უნდა ვაკეთებ? შენ უნდა აკეთებდე ყოველთვის იმას, რაც შენ სულს უხარია. მე-14 ენერგია გაქვს, ამიტომ ეს არის როგორ და სხვათა შორის ძალიან ახლოს უნდა იყოს შენს ანგელოსთან. და როცა რამე კითხვები გებადება, ნიტოს ფულის თემაში. ნახე, შენ მე-5 ენერგია გაქვს, მე-5 ენერგია მოდის საიდან კიდე ფული გეტყვი. აი მაგალითად ეს არის მასწავლებლის ენერგია. რაღაცა უნდა ასწავლო. არა აქვს მნიშვნელობა რა, ადრე თუ გვიან მიხვალ. ეხლა მე აი თუ მომცემლებას 2 წამით გეტყვი ჩემი შვილის თემაზე. იმასაც მე-5 ენერგია აქვს ზუსტად და ამ დროს ჩემი შვილი არის დაკავებული მშენებლობით. ჩემი ბიჭი. და სულ მაგას ვეუბნები, რომ შენ უნდა რაღაცას ასწავლე და ფული წამოვა და რა უნდა ვასწავლო. ხო, ნუ მშენებელი აქვს თავისი ფირმა, თავისი რაღაცა, მაგრამ და ნახე, ნუ ვეძები ბევრი და ეხლა ნახე იპოვა თავისი ეს რა უნდა ასწავლოს. გამოდის ყოველ დღე ვიდეოთი და ასწავლის როგორ უნდა იყოს აშენებული სახლი. ნუ ეს ორი სიტყვით რო ვთქვა. ესე იგი არც რეკლამა, არც არაფერი 2 მილიონამდე აქვს ნახვები. და მოდიან ისეთი ადამიანები მაგასთან შეკვეთებზე, რომ აი მართლა რომ აი ვინც უკვე წლები არის მშენებლობაში, მაგრამ ეს არ გავიგეთ, რომ მაგანაც რუსეთში, პოლონეთში მიიღო ეს განათლება, იცი სხვა რაღაცები და უბრალოდ ეხლა ამ ვიდეოებში უბრალოდ ყვება და ხო ასწავლის ამადრო ფულიც მოდის. დამიგე რა ხდება. ამიტომ ნუ ახლა მე და შენს რო ლაპარაკობთ სიტყვაზე, ხო, ეხლა თუ დაუშვით ახლა ჩემნაირ ადამიანთან ვიღაცა, ვისაც ესეც არის. იმიტომ რომ შენ განათლება მიგაქვს ხალხში, მიხვდი? მაგრამ ეს უნდა გსიამოვნებდეს, რა თქმა უნდა. ნუ მე-9 ენერგიაც გაქვს, ესე იგი რაღაცა ეზოტერიულიც თემები რო აირჩიო, აი ძალიან დიდი წარმატება გექნება. იმიტომ რომ მე-5 მე-9 ენერგია ეს ანუ პლუს კიდე ესეთი პროგრამა არის, რომელიც არის როგორი სიტყვით რომ აი შემოქმედებითი ადამიანის პროგრამა. ანუ ზუსტად რომ აი რაღაცა ანუ სწორ ადგილზე ხარ პრინციპში ახლა აქ შენ. კი. სწორად გზა. და მაგრამ შენთვის არის აუცილებელი, რითიც არ უნდა იყო დაკავებული, ყოველთვის უნდა აკეთებდე, ანუ თავისუფალი რეჟიმი უნდა გქონდეს. შენთვის შეზღუდვა, გინდა ურთიერთობაში, გინდა პროფესიაში, ეს არის აი ვერ ემუშავებ. აი თავისუფლად მოვედი, როცა მე მინდა, წავედი, როცა მე მინდა, თემა ავერჩიე, მე როგორიც მინდა, თუ არ მომეწონა და არ მინდა, აი ეს არის შენი თემა, გამიგე? აი ეს არის ნამდვილად მასე და რა თქმა უნდა როგორც პროფესიონალი. აქ ცოტა ახლა არა, ფული უნდა გქონდეს ყოველთვის. სულ მხოლოდ ნახე რა შემთხვევაში თუ შენ იქნები დაკავებული საქმით, რომელიც შენ მოგწონს და სადაც იქნება ნარევი ხელოვნება. აი, ნუ ხო ხდები, რასაც ახლა რო აკეთებ რა. აი, თქვა მონტაჟი თუ გიყვარს, თქვა აი რაღაც გალამაზება, აი ეს რაღაცები. აი, ეს არის შენი თემა აბსოლუტურად. აი, აქ დაჟე ორი აზრით არ არსებობს რა. და ნაჩენს უკვე მე რიგეთყვე, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბევრი ისეთი საინტერესო რაღაცები გიყვარს. საინტერესო საუბრები გველოდება, მეგობრებო. რა თქმა უნდა, ვიდეოს დავადებ ქალბატონის ვალენტინა ბარბაკაძის ასისტენტის ნომერს, იმიტომ რომ მისი მხოლოდ მე ვიცი უკვე. ვისაც შეგიძლიათ აეკონტაქტოთ და ჩაეწეროთ თქვენს პირად კონსულტაციაზე და გაიგეთოთ ბედის მატრიცა და გაიადვილოთ თქვენი ცხოვრება. კი, იმიტომ რომ იცით რა არის, აი თქვა ბავშვებზე მე მიყვარს, ჩემთან ახლა უკეთებენ და ოჯახით. რატო ნახე, აი მე წეგან გადავედი შვილიშვილზე რომ ვიცახდი, რატო ვიცახდი, იცი? აი როცა შენ იცი შენ შვილიშვილის რა არ აქვს მნიშვნელობა, ან შენ თვითონ არ აქვს მნიშვნელობა, ნუ ბავშვზე რატო ამახვილებ ყურადღებას, შენ უკვე ბავშვს მისცემ მიმართულებას სწორს და ბავშვობიდან უკვე ბავშვს ვერ ეკო, რომ გაიზრდება, არ იქნება ეს კითხვა რა გავიზარდე, ხო? რა ვიყო. და აი დაუშვით ხასიათზე, კიდე მეორე ჩემი შვილიშვილი, ცოტა ძალიან ცით ხასიათი ბავშვია და ვიცი რატომ არის და უკვე როცა მშობელს რო უხსნი რომ აი ამ ბავშვს ასე მოიქეცით, რომ სხვა შემთხვევაში შეიძლება 14 წელს ასაფრებში გადაგცეს სახლიდან. ძალიან მაინტერესებს ჩემს შვილზეც.
მაინტერესებს თუ არის ზუსტად იქ, სადაც უნდა იყოს. კი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იცი რატო? აი, ხასიათზე ხა შენ შეიძლება თქვა, ახლა მე არ ვიცოდი რომ ჩემს შვილიშვილს აკეთებ პროგრამები, შეიძლება უკვე მაგას არ ვიცი, უკვე მშობლებიც გაგიჟდებოდნენ, ხო, რთული ხასიათები აქვს ზოგჯერ, მაგრამ რო ვიცით უკვე, სხვანაირად ვექცევით, რომ ბავშვმა მე არ გააკეთოს ეს შეცდომა, რა შეცდომა შეიძლება გააკეთოს. კი, ძალიან მნიშვნელოვანი არის რა. ეს და ამიტომ მე ვურჩევ ყველას აბსოლუტურად ყველაფერი უცხო გაქვს ამას. კი, ეს არის ჩვენი აკადემიის ემბლემა, ანუ თუ როგორ ლოგო, ხო? ესეთი ვებ, აი აქ თვალი. ნუ ეს არის რა თქმა უნდა, ეს არის კლასიკალური ტაროვი და რასაც ვასწავლე მე ჩემ აკადემიაში, ანუ ღრმად და 7 თვე გვაქვს ჩვენ მარტო სწავლა. ეს არის მანარა, ესაც ძალიან ესეთი, ანუ ყველა ტაროლოგებს პრინციპში ეს უნდა ქონოს, როგორც თქვათ, შენ მოგიდი ხარ საპარიხმახეროში, უნდა ქონოს მაგრატელი და სავარცხელი, ხო? ანუ ეს არის აი თქვათ ორი საჭირო თქვათ ნიფტი დანარჩენი ახლა ეს უიძახა ეს არის კლასიკა ფსიქოლოგიის ეს არის კლასიკა თქვათ ურთიერთობაზე დანარჩენი დასტები რაც კი მაგ და მაგ εν რაოდენობის დასტები ეს არის აი როგორც ახლა ფსიქოლოგიაზე ხო არის წიგნი თქვათ ნუ ბაზა ხო მაგრამ საფუძველი რაღაცა მე ხო არის ბევრი წიგნები რომელიც თქვათ ფსიქოლოგიას ეხება ხო აი ეს არის სხვა დასტები ჩემთვის აი ეს არის ზუსტად სხვა ფსიქოლოგიის წიგნი რომელიც უფრო კიდე მანახებს რაღაცა მომენტებს ნუ თქვენნაირი ადამიანების მეშვეობით გაათვლებულია უკვე ჩვენი ცხოვრება ანუ ადრე არ აქცია განაყოფა მაგრამ საერთოდ მნიშვნელობა აქვს სახელსაც, რიცხვსაც და აბსოლუტურად ყველაფერს. კი, და даже გოგოები ჩემთან, როცა თხოვდები, ანუ ახლა საქართველოში ეს არ არის ძალიან გავრცელებული, აი თქვათ ახლა სხვა ქვეყნებში ხო გადადენ, როგორც მეწყობლიაძე ვარ, მაგრამ გადასული ჩემ გმაზე სხვა შეს ეგეც საინტერესო პროგრამა მაქვს ეგეთი და მე ყოველთვის ვიცახდე, ну კი, რუსეთში ხა ბლიაძე ისე არ ჟღერს ხო დაუშვოთ, ნუ იგავიზარდე. და სულ ვფიქრობ, რომ მაგის გამო მინდა შევცვალო ჩემი გვარი, რომ უფრო სხვანაირად, რომ გავთხოვდეს ჩემ მას კი გავუკვირდე, რომ რატო გადადეხარ ვერ გავიგე ხა შენ გვარზე რომ გასლაპარაკობ. ანუ ჩემი მიზანი იყო პროსტ გვარი შევცვალო. ამ დროს მატრიცაში აღმოვაჩინე, რომ მე მაქვს ესეთი პროგრამა, რომ ანუ უნდა შევიდე ისეთ საგვარეულოში, რომელიც უნდა ვასახელო, ან შვილები ისეთები უნდა გავაჩინო, რომელიც იმ გვარს ასახელებს და ამიტომ მე სადაც არ ყოფილ ვარ ბარბაკაძეთი, ანუ რითიც არ ვიყავი დაკავებული, ანუ ჯერჯერობით რუსულენოვანი ქართული სკოლაში მოვხდე დირექტორად ისეთ სკოლაში, რომელიც იყო ოპოზიციური ძალიან. მოვხდე და ვასახელი კი არა, სამინისტროში რო შევდიოდი, ხალხი დგებოდა ფეხზე, ესეთ რაღაცა სწავლები მოვახდინე, ხო, სამ თვეში. ვიყავი თქვა ბიზნესში, იქაც ყველა მიცნობდა, თქვა, ვინ ვიყავი, ეხლაც ანუ სულ ჩემი შვილებიც ორივენი არიან დღეს საკმაოდ ცნობილი ადამიანები. ანუ იმას ვიძახ, რომ რამხელა მნიშვნელოვანი არის, როცა შენ იცი გვარის სახელი შენ რო შეცვალო, ბევრი რაღაცა შეიცვლება. ეხლა ნახე ძველი სული არის ახალი სული. აი ძველი სული ხა ძალიან ჩაუღრმავდეთ, ეხლა ისაც აინტერესებს, მე რომ მოვიყო კონსულტაციები მოვიყო. ანუ ძველი სულები არიან უკვე გამოცდილი სულები, რომელიც აი მაგათთან მიყვარს მუშაობა, იმიტომ რომ უკვე ხდებიან ზოგი ამუშავებს თვითონ მოდიან და მატრიცას გადავხედა პლუსია ყველაფერი, ხო? ეგენი იციან ვაფშე ძირითადად რაზე არიან მოსულები და ასწორებენ თავის იმას რა ქვია გზას და ნუ არიან ზოგი ახლა ვინც მართლა არ იცის და ამიტომ ვიზახებ თქვა ეხლა მე ჩემ დაუნებურად მინდოდა რომ ძველი სული ვარ და შევცვალე ეს გვარი თორე ხარ გავშენ ვიყავი ჩემ საქართველოში მეაზე რა პრობლემა ხო არანაირი დანახ ცხოვრობდე ხო და ამიტომ ეს სახელი შენ რო დაუშვოთ თქვა სახელი შეცვალო უკვე რაღაცა შეიცვლება გვარი შეცვალო რაღაცა შეიცვლება უკვე ცხოვრებაში. კი. იმიტომ რომ ეს არის ჩვენი კოდები, ჩვეულებრივი კოდი, რომელიც ჩვენ გვენიჭება, როცა მოვდივართ და რითაც უკვე გაშიფრება უკვე მადლობა ადამიანებს, ვინც ეს გააკეთა. ეხლა მატრიცას სხვათა შორის მე მაქვს კურსი, რომ აქ ბევრმა სთხოვეთ, რომ ნახე მატრიცები არის ეხლა ბევრი სხვადასხვანაირი საერთოდ. და მე რატომ მიყვარს ეს მატრიცა, იმიტომ რომ ეს მატრიცა არის ანუ აი ნაკრები რა. ანუ ვისგანაც მე ვისწავლე ტატიანა ჟერებცოვასგან, ის მაგისი მეთოდი არის რუსეთში ერთ-ერთი ცნობილი. არის დაფუძნებული ნატალია ლადინი პირველი, ვინც შექმნა მატრიცას საერთოდ მაგას სიზმარში დაინახა. მე იყო ჯულია ანუ იციან ესეთი სახელები, რომ მართლა იციან ყველამ, ხო? ანუ კიდე იქ რამდენიმე და ანუ ტატიანას ახლა დამუშავებული აქვს მაგას მთელი დიდი აკადემია აქვს, სადაც მე ვისწავლე და ანუ დამატებული აქვს კიდე მომენტები რაღაცა, რომელიც აი სრულყოფილი და რუსულად ქვია целостная матрица სულები, ანუ სრულყოფილი არის რა. ნუ მე ბევრი აი გეფიცები რომ რა ვიცი, ჩემთან კლიენტები სხვადასხვანაირები არიან, ასტროლოგიებიც ნავის, რომ რა არ გაუკეთებია ჩემთვის, მაგრამ მეც ხო მაგათთვის გამიკეთებია. აი ყველა აღიარებს, რომ აი ეს რო არისო, ნუ არ ვიცი, ბომბი არის რა. ხო და იმიტომ რომ მართლა სრულყოფილი ინფორმაცია მოდის შენზე აბსოლუტურად, აი შენს გაგიკეთებ აუცილებლად და გამოგგზავნი PDF ფორმატში და ყველა ენერგიას წაიკითხავ პლუსში მინუსში და გაოცებული იქნება, იმიტომ რომ მე რო ეს გავაკეთე ჩემთვის, მე ასე მეგონი დეტექტორზე დამაჯინეს, მალაპარაკეს და მეთქი საიდან იცით თქვენ ეს ყველაფერი ჩემზე. და ბელმა მოითხოვეს, რომ ნუ ვასწავლე და ახლა ჩვენ გვაქვს კურსი, ახლა პირველი ნაკადი არის, სადაც მე უკვე ვასწავლე ამ რთულ ინსტრუმენტს, მაგრამ ძალიან საინტერესოს.
მოკლედ მეგობრებო, კარგს მიღება დარჩება დანარჩენი. თქვენ გისურვებთ წარმატებებს, აუცილებლად დაფიქრდით, გაანალიზეთ და გაიაზრეთ თქვენი ცხოვრება და მოიტანდით ამ მოსაყობლად ქალბატონს. მადლობა ამ შეხვედრისთვის.